სამეგობრებო, როგორ ახართ, მოხართ ყველანი კარგად. ხმაურობ ეხლა ცოტა, მაგრამ ისე არ გამოვა ცელოფნის პარკი ხმაურობს. მე არა ცელოფნის პარკი ხმაურობს. როგორ ახართ მეგობრებო, თქვენთან როგორი ამინდია, თქვენ როგორ განწყობაზე ხართ, ჩვენთან გუშინ იყო მაგარი სიცხე, აი დილას არა, მე საღამოსაც მაგრად ცხელოდა, შევიწვით გუშინ რომ იტყვი. დღეს ხრუბელია, სიგრილია, არ არის ისეთი სიცხე, შემაწუხებელი და რამე. ეხლა რას ვაკეთებ? ნედლ ლობიოს ვარჩევ. როგორ გაჩვენოთ? აი ნედლი ლობიო. დამწიფებული ლობიო არა. ეს მინდა გავაკეთო, უყვარს ამინანს და მომიტანა გუშინ რომ გავაკეთო. თეთრი ლობიოს სუპი რომ კეთდება, ეგეც ძალიან მიყვარს. რამდენი ხანი არ გამიკეთებია ისე, მაგრამ მე მიყვარს ეგ. მარტო ოჯახში. და ამას ახლა ორივე შეჭამს და ვაკეთებ და ამასაც ჩვეულებრივად ვაკეთებ, როგორც შავ ლობიოს. ნიგვზით, წვანილებით, ხახვით, ტომატით. არაფერს სხვანაირად არ ვაკეთებ, მაგრამ ნედლი ლობიოს გემოაქვს რაღაც განსხვავებული და მოწონთ მაგიტო. ამასაც ეხლა ცალკე ვიდეოს არ ჩავწერ ეხლა ამისთვის. ლობიოს მომზადებას არ ჭირდება დიდი არაფერი. უბრალოდ თან თქვენთან მოვედი და თან რომ ამას ვამზადებ, გითხარით რას ვამზადებ. რადგან ჩემთან ხახს არ ჭამს გიგა, ამიტომ მე ლობიოს ეხლა რომ დავადგამ და წამოდუხდება, ხახსაც მაშინვე ჩავაჭრი და ჩავყრი. მე ვეღარ მიხდება. ვუმალავთ ლობიოს თუ ხახს. ვუმალავთ ხახს. და მე ცოტა ტომატს მოვთუშავ. მხოლოდ ცხიმში ჩავასხამ. ნიგოს ნიორს დავაბლენდერებ, პირპილს და მწვანეს ჩვეულებრივად ნიახური ქინძი ოხრახუში. ამას ბოლოს ჩავაჭრი, გადმოდგმის დროს. ეგ არის და ეგ. ეხლა მეგობრებო, სულ ლობიო ხან მწვანე ლობიო ხან შავი ლობიო, ახლა ნედლი ლობიო, არ გაგიკვირდეთ, უბრალოდ რა იცით, ეხლა რასაც ვამზადებ, ამას ვამბობ, მაგრამ გუშინ თქვათ, იმდენი რაღაცის მომზადებაც მომიწია, ხო? იმდენის არა, ეხლა არასწორად არ გამომივიდეს, რაღაცების მომზადება, გუშინ თქმაც დამავიწყდა, კაიმაღიც მქონდა მეთქი. ყველაფერი ჭამეს გემრიელად და ხო და არის კიდევ ხო და ახლა ყველაფერს ხომ არ იმას ვიზამ, რას ვჭამთ და დეტალურად არ ვამბობ და შიგაშიგ სხვა რაღაცეებიც არის მაგალითად და ამიტომ ეხლა კვერცხს რომ ხარშავ ვთქვათ და სარდელს ხარშავ თუ რაღაცას, ასეთებს აღარ ვამბობ და
არ იფიქროთ, რომ მარტო ლობიოს ჭა. აი გუშინ წინ რომ ხაჭაპური გამოვაცხებ, თქვათ დილას დიდი ჟარონით, ეგეც აღარ გადამიღია, იმიტომ რომ ბევრჯერ გადავიღე, ბევრჯერ ვთქვი და ხა რამდენჯერ უნდა ვთქვა, ხო? ცომით გასაკეთებელი მაქვს ეს სხვათა შორის, ცომი აღარ მაქვს უკვე მაცივარში. შეიძლება დღეს ეგეც მოვამზადო და დავდო მაცივარში, რომ ჩვენთვის ადვილია. რომ სად მიქნება მე უცებ ადვილია ყველით ვაკ რაღა უნდა ან რამე თუ გაქვს სხვა პიცა რამე უცებ გააკეთებ და მორჩ. ოღნაშო შემოსულა უკვე ბაზარზე. არ ვიცოდი, ოღნაშოს კამპოტი გადავაგდე. ოღნაშოს კამპოტი მიყვარს მე ძალიან და ჩემ ბიჭსაც უყვარს. ხო და სულ ვაკეთებთ ეს ბოლო წლებია, სულ მაგას ვაკეთებ და აღარ გამიკეთებია სხვა კამპოტები, იმიტომ რომ გამორჩეულად სვამენ მაგას და დანარჩენს არა და წელს ცოტას მაინც გავაკეთებ მათთვის ცოტას და დანარჩენი მინდა სხვა აი ხომ გავაკეთე, ბალი გავაკეთე, კიდე რა გავაკეთე. ბალი და რა გავაკეთე, აღარ მახსოვს. ეხლა კიდე გავაკეთებ ატამს, რაღაცებს გავაკეთებ, მაგრამ მათთვისაც მინდა ოღნაშო. გავაკეთო, რომ უყვართ და ხო, 3 ლარი ღირსო თუ 3.5-იო, 3.5-ია მგონი. საკმაოდ ძვირია ოღნაშო. მაგრამ ყველაფერი ძვირია და მასე რომ უყურო, მაშინ არაფერი აღარ უნდა გააკეთო და იმიტომ მომიწევს მაინც რა ვიცი, ახლა ბაზარშია ჩემი ქმარი და იმაზე ნაკლებში თუ აიღებს შეიძლება რომ აიღოს და გავაკეთო. გავრეცხავ ხა კარგად და გავაკეთე. გავრეცხავ ახლა კარგად და რომ არ ვიხმაურო. დავადგე უკვე. ახლა ხახს მოვიტან. ახლა ხახსაც გავამზადებ. მიყვარს დილიდან რომ შევდგები საჭმლის გაკეთებას და რომ მოვამთავრებ. ერთ მოზრდილ თავს ვუკეთებ. დილიდან რომ მოვამთავრებ და მე დანარჩენი დრო რომ უკვე გაქვს იმისთვის, რაც გინდა ისაკეთო. თავარი ეს საჭმელი მიდგა ქვაფით. ყველას ეკნებით მე მგონი. გუშინ მოეტანა ამირანს საზამთრო და ვეღარ წამოიღო მას რაღაცები ქონდა ამოსატანე და მე ჩავედი მე
ძლივს ამოვათრიე ხელა საზამთრო ძლივს და ჩავაცივეთ გუში. მე აღარ მიჭამია და ეხლა დღეს ცოტა გავიდეს დრო მინდა რომ მე ვჭამ. მიყვარს საზამთრო დღეში რამოდენიმეჯერ შემიძლია ვჭამო. წვრილად დავჭერი და რომ ადუხდება ჩავაყრი. ნიორსაც გავამზადებ. წვანილსაც გავამზადებ. დილას რომ აღარ გიწევს მე უი რა გავაკეთო ეხლა ყველას გვაქვს საფიქრალი. ეხლა წვენს გავამზადებ და ზმარში და მარილში გავაჩერებ. არ მინდა რომ ვიხმაურო ეხლა ცელოფნებით, მაგრამ გამოსავალი არ არის, როგორ გავაკეთო აბა სხვანაირად. მეგობრებო, ხშირად, ხო, მაგის თქმა მინდოდა წინა ვიდეოშიც და დამავეწყდა თქმა. მეგობრებო, ხშირად მეკითხებიან, შენ ხაჭაპურის ცომს სად ინახავ? და ვამბობ საყინულის ქვემოთ თაროში მაცივარში და იქნება რაღაც ვერ ხსნის სწორად და საყინულის ორი თარო თუ აქვს საყინულეს შეიძლება იგულისხმოთ შიგნით და მე ვგულისხმობ როგორ აქვს ჩემ მაცივარს მაგალითად და მშრალი ყინის მაცივარი ინახავს ეგრე კარგად. საყინულე ხომ აქვს, საყინულეს ქვემოთ აქვს კიდევ პატარა თარო, რომელშიც ინახება რამოდენიმე ხნით მაგალითად თევზი რაღაცეები, რომელიც მალე არ ფუჭდება და წამალი ეკავს. ხო და იქ ვინახავ ყველს, ცომს, რაღაცეებს, მიხვდით ნადუხს, რაღაცებს და აი იმ თაროში ვინახავ მე, თუმცა კარგად თუ აასუქებთ, საყინულაშიც შეინახება და ისეც შეინახება მაცივარში და ეხლა სველი მაცივარი თუ არის, ნახევრად ყინულიანიც თუ არ არის, იქ ცოტა შეიძლება გაუჭირდეს ცომს და ძალიან დიდხანს გაუჭირდება ის, რომ დიდხანს ვერ შეინახავ თორემ სხვანაირად არა. ხო და ამაზე პასუხის გაცემა მინდოდა და სულ დამავიწყდა გუშინაც და გუშინწინაც. ინახება ეს ცომი, კარგად ინახება, მაგრამ ამ პირობებში უკეთესად ინახება, ამის თქმა მინდოდა. ოხრახუში არ მქონია მეგობრებო და ოხრახუში არ მქონია, სულ ქინძი მქონია მე. მერე ჩავალ და ამოვიტან, არ არის პრობლემა. ეხლა ბლენდერში გავამზადებ ნიგოსაც. მე გარჩეული და გასუფთავებული მაქვს რუსულ ნიგოზს რომ ეძახიან, მაგრამ მაინც გადავხედავ ყოველ შემთხვევისთვის. ნახავ შეიძლება ამდენი არც დამჭირდეს. მერე ჩავიდგენ უცებ და ამოვიტან ოხრახურსაც და ნიახურსაც. ან მქონია და არა უშავს. მეგონა რომ მქონდა, იმიტომ რომ ბევრი მწვანილები მქონდა და თურმე სულ ქინძი ყოფილა.
ასე ნახო ეხლა კი ეყოფა ამას ცოტას დავუმატებ ხმელქინს ცოტას სვანური მარილი ყველაფერში მიყვარს და ვამატებ ამასაც ოღონდ მე მარილი მეტი არ უნდა მოვიდი მიგოზი ვფიქრობ ეყოფა ეს ქილაც იქით გასატანი მაქვს და მე დავაბლენდერებ და всё. ტომატი და ცოტა ცხიმი გადავთუში. სულ ცოტა მე მოხარშვაზე რომ მივა და ჩავასხ. ამის წინ გავაკეთე შავი როლიო რომ გავაკეთე, ესე მოეწონა ამირას. დავიცი ალბათ ალბათ კიდევ უნდა და იმიტომიტო ნახე. მაგრამ ამისი გემო მართლაც სხვა ზოგჯერ მართლა ერთ-ორ ფოთოლ დაფნასაც ვაგდებ. ზოგჯერ პიტნასაც ვუშვები. ძალიან ცოტას, რა ვიცი. ისეც ვაკეთებ, ისეც ვაკეთებ. ხა დაფნას ჩავაკეთებ. ესეც მოხარშვაზე რომ მივა მაშინ. წამალი არ დამილერია მეგობრებო, უცებ დავდე. ეხლა დიდი არაფერი არ გამიკეთებია სახლში. ჯერ რაღაც ისე ლაითად და ეხლა მინდა ყავა. თქვენთან ერთადაც კარგი იქნება, მაგრამ გუშინ არ იყო ნათია სახლში და მარტო მომიწია დალევა და დღეს სახლშია. გონი კი არა სახლშია. ხო და დავძახებ და დავლებთ ერთად ნიცუკაც ყავს მისი შვილი და უყვარს იმას ძალიან ჩემთან შემოსვლა. ხო და დავძახებ. საჭმელის კიდევ ვადგი, მაგრამ ჩვენ ლაპარაკში საჭმელის გაკეთდება, თავისით გაკეთდება რაღა უნდა იმას. ხო. ზოგჯერ უნდა მოვდუნდეთ, მოვეშვათ, არ ვიტკიოთ თავის საქმეებით, თორემ მე აყოლა იცის. მაგრამ მე იგბალი მაქვს მეგობრებო ისე, სადაც არ მივდივარ, მე ხა ჩემს სახლში ჩემი ნებაა, მაგრამ ჩემს სახლში ჩემი ნება გავაკეთებ თუ არ გავაკეთებ. ვინმე არ დამშტის მაგის გამო, მაგრამ მე თვითონ რომ მიყვარს და რაც დამჩება, მე გასაკეთებელი იმას ვერ ვიტან. ხო და სადაც არ მივდიოდი, ყველგან ხდებოდა საქმე, მე უნდა გამიკეთებია ყველგან და ვერსად ვერ ვჯდებოდი. ეხლა აღარ ვარ სულ მასე. რომ ყველას ოჯახში უკვე რძლები არის, თქვათ, შვილები გაიზარდნენ, შვილები გაიზარდნენ და ეხლა აღარ მიწევს და ადრე ყველას ჩემ ძმებთან მაგალითად თუ ჩემ დასთან თუ იმას და სულ ყველგან მე რომ პატარა ვიყავი, ყველგან მიმიწევდა საქმე და აყოლილი მაქვს ეთყობა ეს სულ საქმეს რომ ვიძახი. დღეს სიგრილე იქნება. კაი სიგრილე იქნება.
მოვლა. გუშინ მოვასწარი კარგი იყო, თეთრეულებიც, ლეებიც. კარგადაც ჩაახურა მაგარ მასიცხენ და გიგას ვკითხო ხომ არ დაცხაწუხა. ჩახურებულებში, ლეებში. დღეს ისეთი სხვა გეგმები არ მაქვს, მეგობრებო, დღეს არის 23 რიცხვი. ისეთი არაფერი არ მაქვს და ხო და ჩვეულებრივი დღე მაქვს, ამის თქმა მინდოდა. ხო, გუშინ ჩემმა გამომწერმა მკითხა რა ფილმის არისო შენი ქვაბებიო და მეგობრებო მე პირადად მასაც მივწერე მაგრამ აი გაჩვენებთ წარწერასაც გაჩვენებთ ქვაბის სტილსაც რომ მე შეცდომაში არ შეხვიდეთ აი ეხლა ამაში მქონდა ხომ კარტოფილის ზეთში შემწვარი და უკვე მე რამდენად მქონდა შემწვარი ეხლა მივიტანე და ისე წავუსვი ჟერე და გადავავლე და მორჩა არაფერი არ გამიხეხია, ხედავთ? საერთოდ არ გამიხეხია, რაც ვიყიდე მასნე. ასია ქვაბებიც. ხახვიც ჩავაყარე. ხო და რადგან მკითხა მე არავისი არ მეზარება პასუხის გაცემა ყველგან შევეცდები რომ პასუხი გაგეცეთ მაგრამ იქნება თქვენც ვინმეს დაგაინტერესათ და ამიტომ გაჩვენეთ ძალიან კმაყოფილი ვარ მართლა კმაყოფილი ვარ დავიცი ამაზე უკეთესი კიდევ რა არის ეხლა ფირმებში რომ არის თქვათ რა ქვია ეგეს ანუ ფირმის გენი რა ტექნობუმი და რაღაცეები რომ იქ ნაყიდები არ მქონია და ნამდვილად არ ვიცი ახლა და შეიძლება იმას ეს ვერ შეედრება მაგრამ მე არ ვარ არაფრით უკმაყოფილო ამაზე იქ არ შემიძენია არასდროს საკმაოდ დიდი ფასები აქვს გაეთათ და რა ვიცი არც გამიხედია მაგისკენ არას უთოს ზოგადად ასეთი ვარ თუ რამეს ვერ ვიყიდი და ხდები რომ ის ჩემს როგორ ვთქვა იმას ჩემი ფინანსები არ გაწუდება ინტერესიც არ მიჩნდება და გახედვაც არ ვიცი დიდად და ისა რა თმინდა რა მნიშვნელობა აქვს თუ ვერ უნდა ვიყიდო რანაირია და რა ყოფილა არ ვინტერესდები რაღაც ხასიათები მაქვს სხვადასხვანაირი მეგობრებო ისე მიყვარს მაღაზიებში შესვლა დათვალიერება რაღაცას ისე წავაწყდე მაგალითად სულ არ მაქვს ფიქრში და ვყიდულობ მისაღწევ ფასებად მაგალითად ნორმალურ ფასებად გვინტერესოც არ ვარ მეგობრებო რა ვიცი ზოგადად არ ვარ უინტერესო ადამიანი შეიძლება ჩემ თავს ისე ვასახ ხო კიდე რის თქმა მინდოდა შეიძლება რაღაც ჩემ თავს ისე ვახასიათებ ან ძალიან ცუდი გამომყავს და ამ პირიქით და იმდენ დადებითად ვახასიათებ რომ თავს იქებსო ასე არ იფიქროთ მეგობრებო არც ერთი და არც მეორე მე ვყვები ჩემ ხასიათებს იმას როგორიც ვარ არც მეტი და არც ნაკლები როგორიც ვარ იმას ვამბობ ჩემ უარყოფითსაც სულ ლაპარაკობ და ნაკლსაც ვლაპარაკობ და ყველაფერზე არ გადმომიაროს არა ნაკლზეც ვლაპარაკობ დადებით მხარეზეც ვლაპარაკობ და ყველაფერზე ვლაპარაკობ და მე არც არ ვარ ესეთი რომ ჩემი ნაკლი მე ვფარო რა სხვას არ აქტუალები მშვენივრად ხედავს ყველაფერს ყველა და ყველა ადამიანი აი როგორ ვფიქრობ მეგობრებო არის რაღაცები ყველაფერზე პირს ვერ მოაღებ და ვერ ილაპარაკებ და არის რაღაცები რომ უნდა დამალო ადამიანმა ნუ რაღაც
როგორ ვამბობ, რაღაცა არსებობს ხო ცხოვრებაში ადამიანებში და დამალო და არ უნდა გამოიტანოს ააშკარაოს. მე ხლა არ ვამბობ ვიზუალურ მხარეს, არ ვამბობ თქვათ რაღაც არსებობს რაღაცები, მაგრამ დამიჯერეთ სხვა იმაზე მეტი იცის, ვიდრე შენ იცი. და გავა რამოდენიმე ხანი და ისე გეტყვიან, რომ აი მე ვიცოდი და უბრალოდ ვერ გითხარი. დამიჯერეთ სხვა უფრო მეტი იცის შენ თავზე, ვიდრე შენ იცის. შენ იცი. შენს ცხოვრებაზე, შენს თავზე, შენს ოჯახზე. უფრო მეტი, იმიტომ რომ არიან ადამიანები მაგალითად სურატო მიწევს ასეთ თემებთან ლაპარაკი, ვიწყებს საჭმით და მე გადავდივარ, მაგრამ მიყვარს რაღაც ასეთ ჩემი აზრების, ჩემი გულახდილობის, ჩემი პიროვნების ისე გამოყვანა, როგორიც ვარ და როგორაც ფიქრობ ყველა საკითხზე. არიან ადამიანები, რომ გაკვირდებიან, რა მიგაქ ოჯახში, რა მოიტანე, რა არ მოგაქ, გარედან იციან. ყველაფერს აკვირდებიან. ადრე ცხოვრობდი მაგალითად ხელვაჩაურში, ბევრჯერ მითქმიან აქეებში მეთქი და იქ ჩვენი გაჭირება ყოფნი და ჩვენ ბევრჯერ ვთქვი რომ იქ რა პრობლემები იყო და რა და როგორ მოვიკიდეთ ფეხი და ამას არ შევეხები და ჩემი ქმარი რომ ბაზარში მუშაობდა, ის დაბადებიდან მუშაობდა, მეთქი ასე ვამბობ, იმდენი წელია მუშაობს იქ და აი ცუდად არ მითხრა შეიძლება, მაგრამ რაღაც არის იმაში, ადამიანი როცა რაღაცას გეუბნება, იქ გინთხუმრობით გითხრას 50% იქ რაღაც სხვა არის ჩადებული და აი როგორ მითხრა ერთხელ მეზობელმა რაღაც ვილაპარაკეთ და რაღაცაზე ვთქვით, ასე ვიჯექით მეზობლობაში, ერთმანეთს რაღაცას ვლაპარაკობდით და სხვათა შორის მე კიდე ბავშვი მერქვა. რამდენის ვიყავი სადღაც 25 წლის ალბათ და ჩემზე კარგად ასაკიანმა ქალმა, სადღაც 60 გადაშორებულმა ქალმა, შენ რა გიჭირს, შენი ქმარი ყოველ დღე ორ-ორი პარკებით მოდის, ხან რა მოაქვს და ხან რა მოაქვს და დაასახელა რა მოაქვს და რა მოაქვს. ხო და ცხოვრებაში არასოდეს არ გამიხედია ვინმეს ქმარს რა მოაქვს და რა მიაქვს და არც იმ პარკზე შემიხედია ვთქვათ რა უდევს პარკში. ცხოვრებაში ყველას თავისი ცხოვრები ცხოვრობს. მეგობრებო, დღეს შეიძლება ადამიანმა კვერცხი შეჭამოს და ხვალ შეიძლება ხორცი მოხარშოს. რა მნიშვნელობა ჩემი ინტერესი რატომ უნდა მიდიოდეს იქამდე, რომ იმან რა იყიდა, რა არ იყიდა და იმ არ აჭამა და რა არ ჭამა და ცოტა გაკვირვებული კი დავრჩი, მაგრამ ჯერ ერთი ჩემზე კარგად დიდი ასაკის ქალი იყო, მეორეთ ის რომ არ მჩვევია შეხვტომა ადამიანებზე და გაკვირვებული დავრჩი, მაგრამ გამეცინა და ვსიო მეტი არაფერი აღარ მითქმია. არ მიყვარს შევახტი ადამიანს და იგი მე რო გადის დრო და რაღაც შეიძლება ამ თემაზე კი არ ვამბობ, ახლა ზოგადად ვამბობ. დრო რომ გავა და რაღაცა ჩამოვარდება ესეთი მომენტი, რომ შეიძლება მაშინ უთხრა, რომ ეს ასე იყო და მეც მეწყინა, თქვათ რაღაცაზე. ხო და ასეა მეგობრებო, რომ რაც არ უნდა შენ დამალო და შენ დაფარო, უკეთესად იცის სხვა ყველაფერი და უკეთესად ხედავს სხვა სამეზობლოში და საახლობლოში მით უმეტეს, ხო? მაგრამ ვერ მოაღებ პირს და ყველაფერს ვერ იტყვი და არცაა საჭირო. ასეა ეს ცხოვრება. ხან სად დაგხდება რამე და ხან სად შენზე ნათქვა. ძალიან რთულია ცხოვრება. ბევრი რაღაც გამოვიარე ცხოვრებაში მეგობრებო, ბევრ ამას არ ვამბობ, ბევრ ამას
არც მინდა ვთქვა და იმდენი რამე გამოვიარე მეგობრებო ცხოვრებაში და იმდენი რამისგან მაგალითი მივიღე და იმდენი რამისგან ცხოვრება ვისწავლე რომ ასეთი რომ ვარ ეგეც ალბათ მაგის ბრალი ასეთი აზრები რომ მომდის და მიყვარს ძალიან ბევრ რამეში მაგალითად ფიქრი ეს რომ თქვა ის ხომ ისი არ გაიგებს ის ხომ ისი და ამ ფიქრში ჩემ თავს ვაზარებ არც არ უნდა ამდენი ამბავი კარგით მეგობრებო ეხლა ხახვი ჩავყარელობიოში ეხლა ავტომატს მოვთუშავ ჩავასხამ და კი მოგიყევით დანარჩენს რას ვუშვებ ეს მაგამწუთის საქმე მეტი არ აქვები და ყავა მინდა თუ არ მინდა ყავა მინდა უკვე ვეღარ ვიცი 11:09 სანამ შემოვანათია 11 კი გახდება და დავალებ დროული იქნება დაგემშვიდობებით მეგობრებო მოვალ საღამოს ღმერთის ნებით მშვიდობიან ხალისიან და წარმატებულ დღეს გისურვებთ ყველას